მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელი მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული კვირა გვაქვს, მოკლედ ეკონომიკის მიმართულებით ყოველთვის განსაკუთრებულად დატვირთული კვირა გვაქვს და ეს შედეგებზეც მეტყოლებს ჩვენ გუშინდელ გადაცემაში საუბრობდით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და დიახ, როდესაც ეკონომიკური აქტივობა მაღალია, როდესაც თავრობა ბიზნესის კომუნიკაცია არის გაძლიერებული, ცხადია, ყოველთვის დატვირთულია საინფორმაციო ველით შესაბამისი სიახლეებით ის რაც ყოველთვის გვაქვს და მათ შორის უნდა აღინიშნოს კვლავ რომ მიუხედავად გლობალური გაძაბულობისა ხედავთ ვითარებას მათ შორის ტურბულენციას ნავთობის ფასებთან დაკავშირებით და რას ნიშნავს დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკა და რას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ხედავთ ამის შედეგებს მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსზე მიუხედავად გარკვეული მცირე მერტეობისა რომელიც იყო სწორედ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ ვითარებას რომ ლარის კურსი ძირითადში სრულიად სტაბილური ამ თვალსაზრისით მაგალითად დღეს მოქმედი კურსთან შემთხვევაში არის გამყარებული რაც ცხადია ქმნის სრულიად განცდას დაცულობის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვინაიდან ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი კუთხით მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით ესაჭიროებათ პროგნოზირებადი გარემო ის რაც ამ შემთხვევაში საქართველოში არის უზრუნველყოფილი. სხვათა შორის როდესაც ეროვნული ვალუტის კურსზე ვლაპარაკობთ მთლიანობაში და როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მონეტარულ პოლიტიკაზე ამ კუთხით არ შეიძლება არ ვახსენოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია რომელიც საქართველოში იმყოფება და დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რა თქმა უნდა ყურადღება დაერთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და რა თქმა უნდა IMF-ის მხარდაჭერას მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით ცხადია საუბარი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელზე 9.3%-იან მაჩვენებელზე და მნიშვნელოვანია რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება როგორც უკვე აღნიშნეთ ჩვენს გუშინდელ გადაცემაში ვსაუბრობთ რომ 8.8% თებერვლის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რომელიც ჩვენ გვაქვს აი ამ შეხვედრაზე რომლის კადროსაც თქვენ თვალს ადევნებთ პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად აღნიშნა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ორიენტირებულობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე ცხადია ხაზი გაეცვა სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებას და რა თქმა უნდა სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას რომელთა შორის გამორჩეულად ყოველთვის განსაკუთრებით ხაზგასმელი ნაწილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლის ხმაწყლოვანი პორტი პორტთან დაკავშირებით ჩვენი მოგვიანებითაც ვისაუბრებთ ცხადია ამ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კომპლექსურ რეფორმას და ამ კუთხით მოგეხსენებათ რომ დაზუგილი იქნა ათეულობით მილიონი ლარი რომელიც კვლავ ხმარდება სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა როდესაც ზოგადად ჩვენ საუბრობთ ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე და ეკონომიკურ ტენდენციებზე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შევაფასოთ ვითარება სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღებით ველოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასწრას მაგრამ ახლა მინდა რომ პირველი დიაგრამა თუ შეიძლება შევხედოთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან რეიტინგს და შეფასებას Moody's-ის სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის რომელიც გამორჩეული სარეიტინგო სააგენტო ამ კუთხით რომლის შეფასებასაც უყურებს ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორი და Moody's-ის ამ შეფასებაში რომელიც ექსკლუზიურად ბიზნეს ინსაიდერმა გაავრცელა კვირის დასაწყისში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ძალიან ბევრი მიმართულებით და მათ შორის გამოვყავით რამოდენიმე ასპექტი რომელიც გვინდოდა რომ აქ ბიზნეს ინსაიდერში მაესტროს ეთერში გვეჩვენებინა პირველ რიგში Moody's-მა განაახლა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის და როგორც აღნიშნეთ როგორც ბევრმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა Moody's-ის შემთხვევაშიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრა 6%-მდე, გაიზარდა 6%-მდე. ამ კუთხით ვიტყვი ასე რომ Moody's-ი არ არის ორიგინალური, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ინვესტორი უყურებს სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის შეფასებას, ბუნებრივია, კარგად იაზრებს თუ რას ნიშნავს ამ ქვეყანაში ინვესტირება და რამდენად სტაბილურია და რამდენად მზარდია ამ ქვეყნის ეკონომიკა. ასევე Moody's-მა ხაზი გაუსვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, როდესაც სწორედ საქართველოს მთავრობამ წარმატებით მოახდინა ევრობონდების დაფარვას რეფინანსება 500 მილიონის ობლიგაციის განთავსება ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრია ამ კუთხით და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რომ მიუხედავად იმისა რომ 500 მილიონის ობლიგაციები
იყო გამოშვებული, შესაბამისად ძალიან ისეთი მაღალი 5.1%-იანი უпростоრად ესეთი სარეკორდო მნიშვნელოვანი მიმზიდველი მაჩვენებლით 5.1%-იანი მაჩვენებლით. აქ ასევე აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა იყო გაცილებით მაღალი, ანუ ინვესტორები მზად იყვნენ 500 მილიონზე მეტი, ბევრად მეტი ევროობლიგაცია შეეძინათ საქართველოს მთავრობის მხრიდან, ვიდრე ეს მიწოდებულიყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი გამოჩენილი ნდობა. ამას რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს გლობალური არასტაბილურობის პირობებში კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი არის ხაზგასმა საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ამ ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური რეფორმების განვითარების. კიდევ ერთი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ამ შემთხვევაში საუბარია მუდისის მხრიდან ხაზგასმულ ნაწილზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რეზერვების და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოდინების ნაწილს და აქ საუბარია სწორედ იმ ფონზე, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ძლიერი შემოდინების ფონზე 2026 წელს სავალუტო რეზერვები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. აქ თან საუბარია ოქროს გამოკლების ნაწილში, ანუ აქ საუბარია წმინდა სავალუტო რეზერვებზე, არა ოქროს ნაწილზე კიდევ ერთხელ და საუბარია რომ 2027 წელს 1.1 მილიარდამდე არის ეს პროგნოზი, ამ მაჩვენებლის პროგნოზი. აქ მინდა ყურადღება მივახსოვოთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ეროვნულმა ბანკმა ისედაც შეძლო ზუსტად იმ წელს 2025 წელს, როცა ძალიან ბევრი სკეპტიკოსი არ ვიცი რა ქვია. პროგნოზირებდნენ იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკმა გაეყიდა რეზერვები და რაღაც დაეხარჯა რეზერვები, სწორედ 2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკმა შეძლო რეკორდული რაოდენობით რეზერვების დაგროვება ამ წლში და რა თქმა უნდა აღმოჩნდა და ამას მუდისი ამბობს და არა მე ამ შემთხვევაში საერთოდ აგენტო მუდისის შეფასებით აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ანუ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი, შესაძლებლობა მაღალი შემოდინებებს პროგნოზირებს მუდისი, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს რეზერვები, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფინანსური სტაბილურობისთვის და ჩვენი მდგრადობის. ამ კუთხით რეზერვების მართვის კუთხით ეროვნული ბანკის საიუველირო სიზუსტის პოლიტიკა მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეულია. აუცილებლად როცა ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარებაზე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ინვესტიციების შემოდინებებზე, ამ შემთხვევაში და სულ დასაწყისში აღვნიშნეთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება, რომ საერთაშორისო საავადმყოფოთან, მათ შორის სტრატეგიულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა, უნდა დაგვაუწყდეს თუ სად ველოდებით ჩვენ ინვესტიციების ნაწილს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ხავს უსვამს ჩვენ უმნიშვნელოვანეს იგილხილსის პროექტს, მართლაც საქართველოს რეკორდულ ინვესტიციას, 6.6 მილიარდის ინვესტიციას, მაგრამ ასევე ჩვენ ველოდებით ინვესტიციებს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ჩართულობის კუთხით და ამ კუთხით გამორჩეულია ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ევროპასთან და აზიას შორის დამაკავშირებელი შუა ვერეფრის ჭრილში და დღეს ჩვენ ვნახეთ, სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ამ კუთხით სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომელმაც დაათვალიერეს საპორტო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტის ჭრილში. დღეს ვნახეთ უკვე თურქმენეთის დელეგაცია, რომელიც მასპინძლობდა ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. დიახ, ყოველმხრივი ინტერესია და ლოგიკურია, სწორედ რომ უნდა იყოს მრავალი ქვეყნის ინტერესი საქართველოს, ვინაიდან შუადერეფანი დიახ ნიშნავს და შუადერეფნის ცენტრში ყოფნა და მთავარ ქვეყანად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მრავალი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესია აქ ამ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ამ ნაწილს ვხედავთ. რაც შეეხება გუშინდელ ვიზიტს, შეგვიძლია რომ ამ შემთხვევაში მოვისმინოთ მინისტრის მოადგილის და ელჩის შეფასება. თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას გავაცანით საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, ასევე ვიმყოფებოდით ფოთის არსებულ და ახალ საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ვიმყოფებოდით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამობილიზაციო მოედანზე, სადაც გავაცანით ჩვენი გეგმები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად შუადერეფანში მიმდინარე პროცესები და ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან, იმისათვის რომ შუადერეფანში არსებული ტვირთბრუნვა იყოს გაზრდილი და ასევე მომემსახუროთ აღნიშნულ ტვირთებს ეფექტურად და სწრაფად. დღეს საქართველოში იყოფება თურქმენეთის სამთავრობო დელეგაცია მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ნუკერგული ატაგულევის ხელმძღვანელობით. მასთან ერთად არიან წარმომადგენლები რკინიგზის მინისტრი, ვაჭრობის მინისტრი, ასევე კერძო კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ ლოჯისტიკურ მმართველობებს. ინტერესი დიდია საქართველოს მემართებაში. ამჟამად ვიყოფებით ანაკლიის პორტში, მოვინახულეთ ფოთის პორტი. გავაცანით ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და გვაქვს სურვილი გავაქტიუროთ მიმართულება სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გააქტიურების მიზნით. ამ ეტაპზე გავაცანით ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის სამუშაოები და დარწმუნებულიო, რომ ყვალინდელი დღე იქნება კიდევ უფრო აქტიური, გააძლიერდება, დაიზრდება ტვირთბრუნვა თურქმენეთში
საკმაოდ დიდი მოცულობის პირთების შესაძლებლობა არის რომ მოვიზიდოთ და ამიტომ მაქსიმალური კეთება ამ კავშირების გააქტიურების მიზნით. დიახ, მართლა საქართველოს უნდა შეხვდეს გაზრდილ ტვირთბრუნვაში საბამისი ინფრასტრუქტურა გამორჩეულია ეს პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხედავთ ფაქტობრივად, რომ კვირა არ გავა, სხვა ქვეყნის დელეგაცია არ სტუმრობდეს და არ ინტერესდებოდეს მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი, და მე მაინც გონია, რომ ყველაფერი მიდის განათლებასთან ამკუთხედი, განსაკუთრებით ზოგადი განათლების საკითხიდან იწყება ბევრი რამე, ძალიან ბევრი რამე. ჩემი აზრით და საბამისად დღეს ჩვენ ხედავთ საქართველოში, როგორც უმაღლესი ისე ზოგადი განათლების მიმართულებით პრინციპში უპრეცედენტო რეფორმა ჩვენ უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ნაწილობრივ ამას შესახებ ყოველთვის ხაზს უსვავთ თავსაკითხების პრიორიტეტული ესე როგორც გვინდა გავაქტიუროთ საუბარი ზოგადი განათლებასთან მიმართებაში და საერთო ჯამში ბიზნეს ინსაიდერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ყოველთვის არის განათლების საკითხების კიდევ უფრო მეტად გაშუქება. მით უმეტეს ახლა, როდესაც სამინისტრო არის ამ კუთხით განსაკუთრებულად აქტიური და შეიძლება ითქვას ძალიან პოზიტიურად რეფორმების ქარცეცხლში, პოზიტიურად კიდევ ერთხელ ამ ნაწილში და ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელსაც ნამდვილად ალბათ რა ვიცი ჩემი თავობა მართლა სტუდენტობის პერიოდიდან და უფრო შეიძლება უფრო ადრე პერიოდიდან ოსტენოდა რომ ეს რეფორმები საქართველოში განხორციელებულიყო და ახლა არის ნამდვილად ეს დრო. თამარ მახარაშვილი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მომადგილე ჩვენი სტუმარი გავდოთ. თამარ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მომზადებისათვის. გავგზავნეთ მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში მომბრძანებისათვის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მადლობა აი ამ რეფორმების აქტიური ჩართულობისთვის. მუდმივად ხედავთ ვეცნობით თქვენს შეფასებებს და მართლაც დაიწყეთ და ახორციელებთ იმ საქმეს, რომელიც არ იყო მარტივი და ხედავთ გარკვეული ტიპის წინააღმდეგობებსაც ამ კუთხით, თუმცა პროფესიულ დისკუსიას მივესალმებთ, მაგრამ არის დისკუსია, რომელიც ხშირად ცდება პროფესიულ ფარგლებს. სულ ორი დღის წინ თუ არ მეშლება, იყო ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, საპარლამენტო კომიტეტის განხილვა იყო შესაბამისად ამ კუთხით. თუ შეიძლება ამ ჭრილშიც ვისარგებლოთ და უფრო ფართოდ რას მოიცავს თლიანობაში ზოგადი განათლების რეფორმა, გვაქვს საშუალება რომ დეტალურად მივუხილოთ ეს პროცესი. დიდი მადლობა გიორგი ამ შესაძლებლობისთვის. ნამდვილად განათლებაზე გადის და იწყება ყველაფერი. ვერც ერთი სფეროს წარმატებაზე ვერ ისაუბრებ, თუ განათლება სწორად არ არის დაგეგმილი და შესაბამისი რეფორმები არ ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენზე გადის, შესაბამისად პასუხისმგებლობა არის ზე და ისიც კარგად გააზრებული, რომ რეფორმას როდესაც იწყებ განათლებაში, შეგუებული უნდა იყო, რომ ყისიერ შედეგს ვერ დაინახავ. ეს არის შედეგი, რომელიც დაიდება და ამით ისარგებლებენ და აი ამ სიკეთეს ნახავენ ჩვენი მომავალი თაობები. დიახ, მოდით დავიწყებ იმ ცვლილებით, რომელზეც ხა თქვენ გამახვილეთ ყურადღება. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ჩვენ ბოლო დროს, იმიტომ რომ მიმდინარე რეფორმა გვაქვს ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. ყველაზე ბოლო ცვლილება დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. გახდათ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილება გარდამავალი დებულებით, მხოლოდ ერთჯერადად დავამტკიცეთ და ვთქვით, რომ 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის მოსწავლეებიც, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ მშობელს აქვს ამის სურვილი. მაგრამ თავარ რამეზე მინდა ეხლა მე გავამახვილო ყურადღება. ესე იგი, ჩვენ კანონში სულ ცოტა ხნის წინ ცხადად ვთქვით და ეს ჩვენი რეფორმის მე მექნება ალბათ საშუალება რასაკვირველია ვისაუბროთ იმ ძირითად გამოწვევებს და ძირითად ხაზზე, რომელსაც ჩვენ რეფორმა რასაც ითვალისწინებს, 6 წელი განისაზღვრა სკოლაში შესვლის თარიღად 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები შევლენ. ეს იქნება მომავალშიც ასე, მაგრამ ამის შემდეგ აი ამ ჩანაწერს წამოყვა მშობელთა თხოვნები, მათ შორის პეტიცია და მშობლებს სხვადასხვა არგუმენტები ჰქონდათ. ისინი გთხოვდნენ, რომ როგორც აქამდე იყო, რომ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვისთვის სავალდებულო, ვისაც 6 წელი უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით, ის სავალდებულოდ უნდა შემოვიდეს სკოლაში, მაგრამ აქამდეც იყო ესეთი ჩანაწერი კანონში, რომ წინა რედაქციაში, რომ 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულებზე თავად მიიღოს მშობელმა გადაწყვეტილება, შემოიყვანს სკოლაში თუ არა. ჩვენ როგორც კი 15 სექტემბერი ცხადად მოვჭერით და ვთქვით, რომ მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შემოვლენ,
მშობლებმა მათ შორის პეტიციის ფორმა მისცეს, თხოვნები, შეხვედრები, როგორც პარლამენტში, ასევე განათლების სამინისტროში და ის არგუმენტები, რომელთაც მშობლები ასახელებდნენ, იქ იყო რამოდენიმე არგუმენტი, რომელიც ახლა ასე ვთქვათ, არ იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ერთი ჩვენ რასაც მივაქციეთ ყურადღება და აი ამ წელს, მიმდინარე წელს წავედით სწორედ აი ამ ასე ვთქვათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რასაც ვთქვათ, იგივე მშობლები გვირჩევდნენ. ეს ჩვენ ძლიერი მხარიც არის. არ გვეშინია მოусმინოთ სასკოლო საზოგადოებას მშობელს და ამისთვის ვართ ჩვენ, რომ ერთი წლით ადრე რომ ყოფილიყო ეს დაანონსებული, რომ აი 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები შემოვიდოდნენ მხოლოდ სკოლაში, ეგრეთ წოდებულ ფრისკულში არსებულ ბავშვებთან ეს განცდა აღარ იქნებოდა, რომ მე მივდივარ სკოლაში. ამიტომ, აი წარმოიდგინეთ ახლა, რადგანაც ჩვენ ახლა ერთი წლით ადრე ეს ნამდვილად არ დაგვიანონსებია, რამდენიმე თვით ადრე კი დავაანონსეთ, მაგრამ ვინაიდან შესაძლებელია თეორიული დაშვება ამისი არსებობდა, რომ აი თუნდაც სასკოლო მზაობის ჯგუფში შესაძლოა ერთ ჯგუფში არიან ბავშვები, რომელთა ნაწილი წამოვიდოდა სკოლაში 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული და ნაწილი ვერ წამოვიდა და ძალიან რთული ასახსნელი ხდებოდა უკვე ბავშვებისთვის. ხო, ამიტომ გარდამავალ პერიოდში ერთი წლით თუ კი მშობელს ექნება სურვილი, რომ ესე კიდევ ერთხელ აქ მშობელს დაუტოვეთ არჩევანი. აუცილებლად. ეხლა რაშია იცით საქმე? მე ხომ ვახსენე, რომ აქამდეც იყო თქო ეს არჩევანის საშუალება. აი სტატისტიკას რო შევხედოთ, მშობლები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს. და მინდა გითხრათ, რომ აი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულთა რაოდენობა სადღაც მერყეობს ხოლმე 15-16,000-მდე. გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება ჰქონდათ, 8,000 შემოვიდა მხოლოდ 8,000 დარჩა საბავშვო ბაღში. ანუ მშობელმა შეხედა იყო თუ არა სასკოლო მზა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი ზოგიერთი მშობელი ხანდახან ფიქრობს, ნახეთ გიორგი, რომ ლექსებს ამბობს ჩემი შვილი უკვე წერა კითხვა იცის, მაშასა და მე სკოლისთვის ეს არ უდრის. რომ უკვე სკოლისთვის მზადაა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა სოციუმში ხდება ბავშვი, იქ სადაც მისი სოციუმია, ოჯახია, იქ შეიძლება იყოს უფრო თამამიც, გახსნილიც, მაგრამ უკვე ყურადღების სხვა დონის კონცენტრაცია მოელის, როდესაც შედის სკოლაში, შესაბამისი დისციპლინა, შესაბამისი კულტურა და აქ ასაკს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულებზე, ამიტომ თქვით განათლების სამინისტრომ, რომ მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულისთვის არის სავალდებულო, ხოლო გარდამავალ პერიოდში, აი მხოლოდ ეხლა ამ ერთი წლით ვაძლევთ შესაძლებლობას მშობელმა გადაწყვიტოს, მათ შორის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულები წამოვლენ სკოლაში თუ დარჩებიან საბავშვო ბაღში. კი ბატონო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ხერაზე თქვენ გაამახვილეთ ყურადღებას რამოდენიმე ასპექტია მართლაც მნიშვნელოვანი. პირველი სრულ რა თქმა უნდა, ხა უკვე წინასწარ იციან რა იქნება უკვე შემდეგი წლისთვის და ამიტომ ეს ერთჯერადი ხასიათი ასე აქვს და ახლა განცდას აღარ შეუქმნიან ბავშვებს, რომ შენ მიდიხარ სკოლაში. კი და ასევე ის რომ ხა არჩევანი მშობელზე ამ კუთხით რა თქმა უნდა, რომ შვილი ნაკლებად სტრესულად, რამდენადაც უფრო მზად იქნება იმის მიხედვით გადაწყვიტოს სკოლაში სვლაზე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნეთ, რაც მართლაც გამოარჩევს ძალიან მთავრობას და განათლების სამინისტროს ჩვენ არაერთხელ ნახეთ რომ მოსმენა შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ აზრი, საზოგადოებრივი აზრის მოსმენა, გათვალისწინება იმ გარკვეული წუხილების, რომელიც შეიძლება არსებობდეს, აქ მნიშვნელოვანი. გიორგი, მოდით მოსმენაზე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამე ვთქვა, უპრეცედენტო რაღაც ხდება მართლა. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე. ეხლა არავის არ უყვირს თქვა მასწავლებლებს ხდება მინისტრი და ასე შემდეგ. ხო, ეხლა ეს ზოგი ხდებოდა უფრო ხშირად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ გივი მიქანაძე მოხსნა აბსოლუტურად ყველანაირი რეკორდი მასწავლებლებთან შეხვედრა კი არა. რეგიონ, რაიონ ხდება მშობლებს. და ისეთი ინფორმაციები მოდის, მათ შორის ზოგადი განათლების რეფორმას რო ვაცნობთ, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა სასკოლო საზოგადოების კულტურის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ თუ არის თანამშრომლა აი ამ დიდ რეფორმის გზაზე დირექტორმა, მასწავლებელმა, მშობელმა და ბავშვმა ერთად გამორიცხულია, რომ აი ამ რეფორმას ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ და ვიამაყოთ ამ შედეგით. იმიტომ რომ სასკოლო საზოგადოების კულტურა, სადაც ჩვენ როგორც ოჯახის წევრები, თუ კი ოჯახის ყველა წევრმა ოჯახის ასე ვთქვათ, მომავლისთვის არ გაიღო და ჩართულობა არ ექნა, რომ ის გამორიცხულია, ხო, რა ასე ვთქვათ, იგივეა სკოლა. სკოლაც არის დიდი ოჯახი და ყველას ხმა. აი ამ ხმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის. ერთია კონკრეტულ საკითხზე მოისმინო მასწავლებლის ხმა ან ადმინისტრაციის ხმა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია რომ გესმოდეს მშობლის ხმა და მოსწავლის ხმა. ეს სწორედ ამიტომ, ვიდრე ჩვენ შემდეგ კითხვას დამისვამთ, იმიტომ დავიწყეთ ჩვენ ავტორიზაციის პროცესი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ჩვენ რეფორმაზე დავიწყებთ საუბარს, საქართველოს ჩვენმა სახელმწიფომ
ავტორიზაციის დიდი პროცესი დაიწყო 2023 წლიდან. სკოლების ავტორიზაცია. იქამდე როგორ იყო, იცით? თუ შეიძლება ესეც მაშინ რადგან დავიწყეთ ამ საუბარს, თუ შეიძლება უფრო ვცლად, აი რატომ იყო საჭირო ავტორიზაცია, ანუ რა იყო აქ ამ შემთხვევაშიც აი გამოწვევა, რამასაც უნდა გვეპასუხა ავტორიზაცია. ვიდრე ჩვენ აი ამ რეფორმას 8 გამოწვევას ვიტყოდით, ზოგადი განათლების რეფორმის ჩვენმა მინისტრმა წარადგინა 8 გამოწვევას იდენტიფიცირებულს და შესაბამისად გადაჭრის გზებზე ვისაუბრებდით, ჩვენ საბაზისოდ წინაპირობა ქონდა ამისა, რომ უკვე აი ამ თემებზე გვესაუბრა. და მას სახელად ქვია გარე ხარისხის შეფასება, ანუ ავტორიზაცია. ჩვენი მსმენელისთვის რომ იყოს გასაგები, რას გულისხმობ, ეს არის გარე ხარისხის შეფასებით შესაბამისი ექსპერტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, რომელსაც ექსკლუზიური უფლება აქვს ჩვენს ქვეყანაში, რომ ხარისხი უზრუნველყოს ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების, შედიან და სკოლაში კონკრეტული სტანდარტებით აფასებენ სკოლის მდგომარეობას. უდებენ ეგრეთ წოდებულ guidelines და სკოლა მიცის ერთი წლის განმავლობაში რა შეუძლია მიაღწიოს, მაშასადამე რა აქვს გამოსასწორებელი და ეს ძალიან დიდი პროცესია. წლების განმავლობაში 10 წლეულებით ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში იყო ჩანაწერი ჩაითვალოს ავტორიზებულად. მე გესაუბრებით საჯარო სკოლებში. თორემ კერძო სკოლების ავტორიზაცია დაწყებულია კი ბატონო სახელმწიფოს კარგახანია, მაგრამ ნახეთ დამოკიდებულებაც როგორ იყო კერძო სკოლა, ესე იგი ნიშნავს რომ აპრიორი ჯობს საჯარო სკოლას. იცით საიდან მოდის ეს დამოკიდებულება? მინიმუმ იქიდან რომ კერძო სკოლები გადიოდნენ ავტორიზაციაზე. საჯარო სკოლები ჩათვლილი იყვნენ ავტორიზებულად. სახელმწიფომ თქვა განცდა ჩდებოდა თუნდაც აი ამ ჩანაწერით. მინიმუმ სახელმწიფო ამით ჩვენ გეუბნებოდა რომ მე ჩავთვალე, მაგრამ არ შემიმოწმები. აი მარტივ ენაზე რო გადმოვცე. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი პროცესი 2086 საჯარო სკოლის ავტორიზაცია. გრძელდება ეს პროცესი, 500-ზე მეტი სკოლა უკვე ავტორიზებული და 2030 წლამდე ყველა სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია და სწორედ იმიტომ ეხლა ჩვენ 8 გამოწვევაზე რო ვისაუბრებთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქ არის ბმა განათლების საფეხურებს შორის. ცალკე ამოგლეჯილი ნებისმიერი საფეხური, ეს იქნება ზოგადი, ეს იქნება სკოლამდელი, პროფესიული თუ უმაღლესი, რა რეფორმაც არ უნდა ჩაატარო, თუ ეს ჰარმონიული ბმა, ტრანზიცია არ იქნა საფეხურებს შორის გამორიცხულია და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ამხელა პრობლემას უსწორებდით თვალს და ამხელა პროცესს ვიწყებდით ავტორიზაციის სახით, იქვე დავიწყეთ საბავშვო ბაღების ავტორიზაციაც. და მობილიზდა მთლიანად სისტემა, იმიტომ რომ არ ყოფილიყო მე სკოლამდელსა და ზოგად განათლებას შორის იგივე პრობლემური აცდენა იქნებოდა ხომ რაც იქნებოდა, რომ აქ უკვე ხარისხის შეფასებით შედიხარ, სკოლას აფასებს, სტანდარტის კულტურას ასწავლის, შიდა ხარისხის აწყობა რას ნიშნავს ასწავლი და აქეთ სკოლამდელში თუ იგივე არ გააკეთე, ის 5 წლის ბავშვი რო დაასრულებს ბაღს და 6 წლის უკვე შენთან მოდის, ეს პროგრამა, ეს დამოკიდებულება და სკოლის პროგრამა თუ აცდენილია ერთმანეთთან, ბუნებრივია, რაც არ უნდა ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილში თქვა, რომ მე ავტორიზებული მაქვს ყველა სკოლა, უკვე საფეხურებს შორის იქნებოდა აცდენა. რატომ დავიწყეთ სკოლამდელით? ლოგიკურიც არის სკოლამდელი, ზოგადი პროფესიული უმაღლესი და თანაც საგულისხმოა, რომ პროფესიულები ისედაც გადიოდნენ ავტორიზაციას, ანუ ეს ხიბლი რა არის, გარე ხარისხის შეფასება რა არის, ამ დროს პროფესიულმა უკვე იცოდა და რა თქმა უნდა, უმაღლეს განათლებაზე ახ არაფერს ვსაუბრობ, რასაკვირია, რომ უმაღლეს განათლებაში ეს უკვე იყო დანერგილი. მაშასადამე სკოლამდელიც უნდა აი ამ თლიან ერთიან პაზლში ჩაგვესვა და ჩვენ სკოლამდელი დაწესებულება, მათ შორის 2000 ბაღზე გესაუბრებით, ეს არ არის 200 და 300 დაწესებულება, ერთად დაიწყო, როგორც ერთი წლით ადრე დაიწყო სკოლების და შემდეგ წამოყვა უკვე ბაღების ავტორიზაცია. ამიტომ ამ თემას მივაბამ პირველი და პრიორიტეტული ამბავი, რაც არის ჩვენთვის. რაც არ უნდა ცალკე საფეხურებზე აკეთო რეფორმა, ტრანზიცია საფეხურებს შორის და ბმა არის გადამწყვეტი. კონკრეტულ საფეხურზე რაც ოდნით უნარით შეიარაღებული შევა ჩვენი ბავშვი იქნება თუ ახალგაზრდა, ხო, უკვე ზემოთ ზედა საფეხურზე პროფესიულის და უმაღლესის საფეხურზე. ამიტომ ჩვენი 8 გამოწვევა, 8 იდენტიფიცირებული პრობლემა არის ისეთი მასშტაბური, რომ აი არ ვიცი, ნამდვილად ხვდება მსმენელის, არის თუ არა ექსპერტი ამ საქმეში, რომ ისეთ თემებს მოვკიდეთ ჩვენ ხელი, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სწრაფად რომ შედეგი პირდაპირ ვერ დადგება, მაგრამ ჩვენს მომავალ თაობას რო გამოადგება ინფრასტრუქტურა, შინაარსი, მთლიანად პროგრამის, სახელმძღვანელოები, ის რომ აქამდე რამდენიმე სახელმძღვანელო იყო, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და თუ მექნებათ რომ ცალ-ცალკე შევეხები ამ თემას, სახელმძღვანელოები,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, როგორც გითხარით, საფეხურებს შორის ლოგიკური ბმა და შესაბამისი ცოდნა, ესე ვთქვათ, შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვა, იმიტომ რომ როგორი კურიკულუმიც არ უნდა დადო 21 საუკუნეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიებიც უნდა არსებობდეს და იყოს და ინკლუზია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინკლუზია ასე იყო თითქოს წარმოდგენილი რაღაცა კონკრეტულ საფეხურზე ეს ინკლუზია გვაქვს არა ტრანზიტულად ყველა პროცესს უნდა მიყვებოდეს ინკლუზია და ეს პასუხისმგებლიანი სისტემა და განათლების სამინისტრო ასე იქცევა ამიტომ მათ შორის ავტორიზაციის სტანდარტებშიც ინკლუზიას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა განათლების ყველა საფეხურზე. კი ბატონო, აი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები გამოყავით, ახლა რაზეც მინდა რომ კიდევ უფრო ცლად ვისაუბროთ. პირველ რიგში მართლაც მინდა აღვნიშნო, რომ რა არის აქ მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ბატონი მინისტრის ჩართულობაც, როცა თქვენ აღნიშნეთ, აი მშობლების დონეზეც კი და მშობლებთან საუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ სრულად ისმენს ყოველ მხრივ მოსაზრებას. ნებისმიერ შემთხვევაში არის ხოლმე მათ შორის ახლა ბიზნეს სახელმწიფოსთან ბიზნეს გადაცემა ვარ დამკვიდრებული სრულად მაგას უსვამთ ხოლმე ხას რომ ერთია სახელმწიფო რას ფიქრობს და მეორე ბიზნესის აზრი როგორ ეს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ მასწავლებლები მაგრამ აი მშობლები რას ფიქრობენ იმიტომ რომ ეს თუ აქ საერთო კონსენსუსი არ იქნა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და კარგია რომ აი რეფორმის პროცესში ფაქტიურად ყველა ჩართვას უზრუნველყოფს მინისტრი და თქვენი სამინისტრო ამ შემთხვევაში აი რამოდენიმე ასპექტია და მე არც მინდა რომ რამე გამოვხჩი სამ ნაწილში მაგრამ განსაკუთრებით და რო ყურადღება გავამახვილოთ თვითონ რეფორმის ნაწილში, აი ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილში, აი მართლაც იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აი რა იყო მაინც ის ძირითადი საკითხები, რამაც გადაგვაწყვეტენ, რომ ასეთი ყოვლის მოთხოვნა, აქ ხო არ არის ლაპარაკი კოსმეტიკურ ნაწილზე ან მოჩვენებით ნაწილზე. ხო ეს არის ყოვლის მომცველი რეფორმის ნაწილი, რომელიც თუნდაც ისეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა, როგორც ავტორიზაციას არ იყო მარტივი, რომ ახლა ესე უთხრათ, რომ ახავს მორჩა ავტორიზაციის ნაწილი. აი რა იყო ეს ძირითადი გამოწვევები, რაზეც მივყვებთ აი ამ ნაბიჯები, რომელიც გვაქვს და მათ შორის მინდა აუცილებლად ხა კარგი თემა წამოჭერეთ, სულ არის დისკუსია სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. სულ არის მართლაც მასწავლებლების პროფესიონალიზმი. ერთმანეთს ყველა თემა. აი თუ შეიძლება უფრო ცლად გავშალოთ ეს ნაწილი. კი ბატონო, მოგახსენებთ. ესე იგი, პირველი უნდა ვთქვათ ის, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც რასაკვირველია ჩვენი პრემიერ-მინისტრისგან მოდის, რომ არც ერთ საკითხში, არც ერთ სფეროში და არც განათლება არ არის გამონაკლისი, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებთ. ის რომ თუნდაც უმაღლესი განათლების რეფორმა თქვენთვის რომ სამთავრობო კომისია იყო შექმნილი და თავად პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა უმაღლესი განათლების რეფორმას, რითი დაიწყო, ხო? აი მოსახლეობას უთხარით რომ აი ხლა იქნება უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია და ალბათ ელოდე ჩვენ გავაკეთეთ ეს, ჩვენ შევქმნით ის და რითი დაიწყო პრემიერმა? დაიწყო იდენტიფიცირებული პრობლემებით, ძალიან გახსნილად და გადაჭრის გზებით. ეს არის რატო ვახსენე ეს? ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, არც იმისი დრო, დასახარჯი და დასაკარგი, რომ ფრაგმენტულად რაღაცები კოსმეტიკურად ვაკეთოთ. ჩვენ ხომ ნახეთ, აი ამ წლების განმავლობაში, ბევრი რეფორმა სულ რეფორმა ამას გვეუბნებია, რომ რითი ვერ მორჩით ამ რეფორმებს, სულ რეფორმას არქმევთ, ხო? კონკრეტულ საფეხურზე რაღაცეების კეთება შედეგს არ გვაძლევს ფაქტია, ანის შედეგი კიდევ ერთხელ ამ განათლება იმდენად ერთმანეთზე დამოკიდებულია საფეხურებრივად, რომ საბოლოო ჯამში იმ შედეგებზე რითიც მე რეიზომება, ეს საერთაშორისო შედეგებია თუ ადგილობრივი კვლევებით, რა მივიღეთ, ხო? აი ამ პოლიტიკებით ფაქტია, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ კოსმეტიკური ჩარევები არ არის საკმარისი. მაშასადამე ძალიან სიღრმისეული კვლევა უდევს საფუძვლად იმას, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, ის 8 გამოწვევა და 8 ნაბიჯი. ერთმანეთთან ბმაშია. მოდით დავიწყოთ ყველაზე მარტივით თითქოს. სასკოლო ფორმები. განწყობა და განცდა, რომ მე მივდივარ სკოლაში. ყველაფერს აქვს ერთმანეთზე არის ასე ვთქვათ პაზლივით აგებული. მე მივდივარ სკოლაში. ეს არის სწორედ ის, რაც 2026 წელს უკვე შედის ძალაში. ანუ ჩვენი რეფორმის მთელი რიგი აქტივობები ზოგს 26 წელს გეგმავთ და ვნერგავთ. ზოგი 2-3 წლიან რეფორმაზე გესაუბრებით და ეს ჩათვალეთ ამხელა თემები 3 წელიწადში რომ ესე ვთქვათ თავი დაადგა ამ ყველაფერს არის კოლოსალური მუშაობის შედეგი იქნება ყველა შემთხვევაში, მაგრამ ეს შედეგი აუცილებლად დადგება. ისეთი დიდია, ისეთი, როგორ გითხრათ, ისეთი სახალხოა.
ისეთი მასშტაბურია ეს ყველაფერი, რომ ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქისთვის ბედნიერება იყო ამ პროცესში ჩართული. სასკოლო ფორმები, კულტურა, საამაყო და ისტორიული ნაწილია ახლა რა თქმა უნდა. კულტურა, რომლითაც ბავშვებს აქვთ განცდა, რომ ისინი შედიან სკოლაში, სკოლის კულტურა, დისციპლინა და განწყობა, რომ მე მივდივარ სკოლაში. ერთი ფორმები. მეორე თემა. ნახეთ, დავიწყოთ იმით, რომ შინაარსი ვნახეთ და გადავხედეთ. აი ამ შინაარსს ძირითად შემთხვევაში ეროვნულ სასწავლო გეგმას ჩვენ ვამტკიცებთ, მაგრამ შემდეგ ვიცით, რომ პირდაპირ სახელმძღვანელოებზე გადავალ, ვაცხადებდით ჩვენ გრიფირებას 20 წლის განმავლობაში, თავისუფალი ბაზრის პრინციპით და ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩავატარეთ კვლევა და რა ვნახეთ? ვნახეთ გამოწვევების სერიოზული. მოდით ესე ვთქვათ მარტივად. დამისახელეთ კმაყოფილი მშობელი სახელმძღვანელოდ. ცოტა რთული ამბავია. კონკრეტულ სახელმძღვანელოებზე არ ვსაუბრობ. ზოგიერთი ავტორი გაგვინაწყენდა კიდეც, რომ აი ჩვენ სახელმძღვანელოს რა უპოვეთო ახლა. აქ ჩვენ არა გვაქვს უფლება თითოეულ სახელმძღვანელოზე ვისაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც კვლევიდან ამოვიდა. რა თქვა კვლევამ? კვლევამ თქვა, ერთი საგნის ჭრილშიც კი ქართული ავიღოთ. დაწყებითი საფეხურიდან ბოლომდე ბმა საფეხურებს შორის არის დარღვეული. საგანთა შორის ბმა მაგალითად ავიღოთ სტემსაგნები. კი ბატონო, რა თქმა უნდა ძალიან. ეხლა არ შეიძლება ქიმია, ფიზიკა და აი ესეთ საგნები ერთმანეთთან ბმაში არ იყოს მათემატიკა. ანუ საგანთა შორის კავშირები არის დარღვეული. ეს და ყველაზე მთავარი გრიფირება ჩვენ პროცესის დროს შეიძლება სამ წიგნი კი გასულიყო გრიფირებაში და ქართულის მაგალითად მეხუთე კლასში ან ნებისმიერ კლასში ან ნებისმიერ საგაში ქონდა სამი სახელმძღვანელო. ანუ მე და თქვენ მეხუთე კლასელები ვართ, მე ვსწავლობ ერთ სკოლაში, თქვენ მეორე სკოლაში და მე გადმოვედი ამ სკოლიდან თქვენ სკოლაში. მე სხვა სახელმძღვანელო მხვდებოდა. შესაბამისად პრობლემა იყო ან დაწეოდა ბავშვი, ან ენახავ თქვათ იქ რა გაიარა, აქ როგორ გაიარა და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა მე ვცდილობ თან მოკლედ თქვა ეს დიდი პრობლემა, რომელიც სახელმძღვანელოების ნაწილში ჩვენ სერიოზულად დახვდა. აი ძალიან ნათელია, აი გარე ახლა თქვენ შიგნიდან ნახეთ ეს ყველაფერი და დეტალურად ჩახვედით ამ წესში. აი მართლაც ჩვენი მაყურებლების ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული თემა იყო სახელმძღვანელოების. და ყველაზე მთავარი იცით რა არის, რომ აი ბავშვები პირდაპირ გაგებით დასტიროდნენ წიგნებს. წიგნის ენა, რომლითაც სახელმძღვანელოები იყო წარმოდგენილი. ეს მეხუთე კლასელისთვის არ თუ მეშვიდე კლასელისთვის მათ შორის უნდა განსხვავდებოდეს ენაც და ბავშვების თვითშეფასებას ამდაბლებდა. რიგ შემთხვევაში ისეთი რთული ენით იყო გადმოცემული სახელმძღვანელო. ყველა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ გასაგებია, რომ ეს საკითხი უნდა ჩავიბაროთ ჩვენ, მივხედოთ ჩვენ და სამის რომ აიღოს ვალდებულება და პასუხისგებლობა. რეალურად გამოდიოდა, რომ გრიფირების დროს ნახეთ პროცესს გრიფირება რო წარმოვიდგინოთ. როგორც კი წარმოადგენდა, ვთქვათ, ავტორთა ჯგუფი შესაბამის გამომცემლობა ამ სახელმძღვანელოს, იქ ხო თავისი ვადები და პროცედურები და რეგულაციები ქონდა, რა თქმა უნდა, ამ გრიფირებას. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ყავდა რეცენზენტები, რეცენზენტი წიგნს ვერ გადაწერდა თავიდან. აძლევდა უკავშირს კომენტარს, მაგრამ შენი უფლება ავტორის გინდა გაითვალისწინებ ან არა. და ხშირ შემთხვევაში სამინისტრო ისეთ მდგომარეობაში ხდებოდა, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. რა ვქნათ, არ არის მაინდამაინც კარგი კონკრეტული წიგნი, მაგრამ არ გქონდეს წელს მე-10 კლასში მათემატიკის წიგნი, არ გქონდეს წელს მე-9 კლასში ქართულის წიგნი. აი ესეთ მდგომარეობაში ვარდებოდით ხშირად ძევლის პოზაშიც კი, რომ რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება მიგვეღო, ან არ გვექნებოდა იმ წელს კონკრეტულ კლასში სახელმძღვანელო და ყოფილიყავით სახელმძღვანელოს გარეშე, ან არ არის საუკეთესო ეს რაც ერთად ვიშრომეთ, მაგრამ ერთად ვიშრომეთში რაც გულისხმობ, რეცენზენტმა მისცა უკავშირი, ავტორთა ჯგუფმა ან გაასწორა, ან არა, ან გაასწორა, მაგრამ ის არ არის რაც გვინდა, მაგრამ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. აი ამდენი გამოწვევა ახლდა სახელმძღვანელოს და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოების კეთება. რეალურად პირველი ვფიქრობთ, რომ პირველი მე-7 და მე-10 კლასის სახელმძღვანელოები უკვე 2026 წელს განახლებული სახელმძღვანელოები შევა სკოლაში და 2028 წლის 15 სექტემბრისთვის ყველა კლასში იქნება ამოცხრილი სახელმძღვანელოები. კი ბატონო, მართლაც ეს აი ასევე ამ ისტორიული პროცესის ნაწილია, ეხლა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ლეონად რეფორმის პროცესში. აუცილებლად მინდა გითხოთ, მე მონიშნული მქონდა კითხვებშიც თქვენც ახსენეთ, რომ ლაბორატორიები ახსენეთ ზოგადად და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრ შინაარსობრივ საკითხზე, ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ შინაარსობრივი საკითხის გარეშე და შინაარსობრივი თემების გარეშე შეუძლებელია განვითარება, მაგრამ
მეორე მხრივ თუ ამას ინფრასტრუქტურა არ მოყვება და თუ ამას ასე ვთქვათ შესაბამისი აღჭურვა არ მოყვება, რაც ამ ფართო ინფრასტრუქტურის ნაწილი, ანუ როგორ შეიძლება შედეგზე გავიდეთ, რომ დაწერილად არ დაგვრჩეს ყველაფერი, მხოლოდ კარგი იდეებად და კარგ სურვილებად. აი ამ კუთხით როგორ ვართ, სად ვართ? ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ჩვენ არ გვეშინია ამ ყველაფრის თქმის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სკოლა გაკეთდა, რეაბილიტირდა, ეხლა ეს ჩვეულებრივ რეაბილიტაციაზე არ გესაუბრებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვა, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს კიდე გასაკეთებელი, იმიტომ რომ 2086 სკოლაზე რო გესაუბრებით, გიორგი, 100-წლოვანი სკოლებია უბრალესობა და ეხლა ის კი გვეტყვიან, რომ ეხლა რამდენი წელი გავიდა, რომ საუბრობთ რამე მკვიდრეობა ჩავიბარეთო, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ 2086 სკოლაზე გესაუბრებით, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, აი რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ჩავიბარეთ ამდენი სკოლა გაკეთებული, ან 50%, ან ვერ ვამბობთ ამას. ამიტომ წარმოიდგინეთ თქვენ აი ამ ხელა მასა 2086 სკოლა როცა გაქვს შენ მისახედი ბუნებრივია რომ შესაბამისი პროცედურებს აწარმოებს, შესაბამისი პროცესები მიდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვართ დამოკიდებული რასაკვირველია შემსრულებელზე და მის კეთილსინდისიერებაზე. ამას ახლავს ძალიან ბევრი დისკომფორტი. ძალიან ხშირად თქვენ ნახავთ თუნდაც ტელევიზიით უკმაყოფილო მშობელი გავიდა 2 წელი, გავიდა 3 წელი, რაღაცა არ დაიწყო, რაღაცა დროულად არ დასრულდა. ყველა სკოლის ისტორია ვიცით ზეპირად და დეტალურად, ყველაზე მკაცრი გვაქვს დაწესებული, თუ კი ვინც ვერ შეასრულებს კეთილსინდისიერად დროულად, მაგრამ მაინც დისკომფორტია რა თვალსაზრისით. აი სულ რო დროულად შეასრულოს და გააკეთოს შესაბამისი დავალება შემსრულებელმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თუ გინდა, ხო ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვები უნდა გამოიყვანო ამ სკოლიდან, წაიყვანოს, უკვე წაყვანა, უკვე არის პრობლემასთან დაკავშირებული. იმ დღეს ვეყავთ შესაბამისი ტრანსპორტი, რამდენი ხანიც არის საჭირო ეს ტრანსპორტი ემსახურება, მაგრამ მაინც დისკომფორტია მისთვის მიმღები სკოლისთვისაც და შემსვლელი სკოლისთვისაც. შემდეგ ჩვენ რო ვფიქრობთ, რომ წელიწად ნახევარში დასრულდება, არის ხოლმე ხშირად ისეთი პრობლემები, როდესაც თვითონ იქ პროცესში გამოირკვევა რაღაცა, რო ვთქვათ, არის სარეაბილიტაციო კი არა, დასანგრევი და ასაშენებელი. რატო ვახსენებ? ხანდაზმული სკოლები გვაქვს ჩვენ სივრცეში ძალიან ბევრი და ხშირად ასეთ პრობლემებს ვაწყდებით. ამიტომ, არაკეთილსინდისიერის შემსრულებლებზეც მოდით ვთქვათ, რომ არის ეს სერიოზული პრობლემა არის და ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი ყურადღება აქეთ გვაქვს გადატანილი, იმიტომ რომ სრულიად გეთანხმებით, აბსოლუტურად ვიაზრებთ და მეც ვახსენე ეს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები 21 საუკუნეში ჩვენი კურიკულუმის თვითონ ეროვნულ სასწავლო გეგმაც ისეა აწყობილი, რომ მას აუცილებლად უნდა წამოყვეს ლაბორატორია. ბავშვისთვის სწავლების პროცესი უნდა იყოს საინტერესო. საინტერესო როდის ხდება, როცა სწავლა მიდის კეთებით პარალელურად და შესაბამის ლაბორატორიაში უყურებს იმას, რაც თეორიულად ისწავლა განსაკუთრებით STEM საგნებში და ხედავს, რომ აი შედეგი, რაც ამოიკითხა მან ფურცელზე, შეუძლია თავად შექმნას, დაინახოს და გააკეთოს. ამისი შესაძლებლობა მას რა თქმა უნდა ქონდეს. ამიტომ ყველანაირი ძალისხმევა აქეთ მიმართული თქვენთვის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაიბარა ეს თემა. პრინციპით პური მეპურემ გამოაცხოს, იმიტომ რომ მშენებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა პოლიტიკის გამსაზღვრად ისევ ჩვენ ვrchებით განათლების სამინისტრო პრიორიტეტიზაციის ნაწილში და შესაბამისად რო წარმოვიდგინოთ განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონულს ძალიან დიდი ფუნქცია მიმდინარეები რაც აქვს, ასევე არის იქ თემები, რომელიც მიმდინარე საჭიროებები რაც აქვს სკოლებს, ყველაფერს აწესრიგებს რეგიონული და მე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ჩვენს მერებს, ადგილობრივ თვითმმართველობას უთხრა ძალიან დიდი მადლობა, აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ ხელა თემა ჩაიბარა და ჩვენ კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც აი 2 კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, უფრო ადრე შეიძლება ვიკრიბებით პრობლემურ საკითხების ერთობლივად მოწესრიგების გამო, ისე რომ ასე მივყვებით ამ პროცესს უდიდესი გულისხმიერებით, მაგრამ ეს პროცესი თავისი ბუნებით ასეთი დაამდაგვარია. კმაყოფილი ვიდრე მე სკოლის გარეთ ვარ, სანამ სკოლა ამიშენდება, ვერ ვიქნები. ხშირ შემთხვევაში იწელება პროცესები. დიახ, გეთანხმებით და მე ხა ჩვენ ვახსენეთ იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მე აი გულწრფელად მინდა თქვა, მე ვარ ჩემი თვალით შესწრებული 2 მინისტრი როგორ განიხილავს დეტალურად აი ძალიან ისეთ იმაზე, აი ამა თუ იმ თუნდაც სასკოლო ნაწილის აი სწრაფად დასრულების გზებს. აი ვიცი რამდენს ფიქრობენ და რამდენს კი ბატონო, განათლების მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი აი ზუსტად ვიცი და როგორ სულ მიკროს ხომ ან როგორ იმახსოვრებენ აი ამა თუ იმ სოფლის აი იყო კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი სოფლის აი სულ ფიქრობ აი როგორ და
მაგრამ აი ამ Ცენტრ დონეზე ბავშვებზე დაინტერესება ასაუბარი, კი ბატონო ჩვენ ეს არის ძალიან შევიდეთ მნიშვნელოვანი აი ესეთ სპარსელად, დონის კი. ჩართულობა და მე მესმის და ეხლა ჩვენი მაყურებელსაც მესმის რომ არის ხოლმე გარკვეული დისკომფორტი ხარ კი, ასე როგორ არ ხარ არის. გადაადგილებაში როგორ არ არის. მაგრამ აი ზუსტად ვიცი რომ აი ამაზე ძალიან ბევრი მუშაობა რომ არ ეს არის. დისკომფორტი ეს დრო მინიმიზება მოხდეს ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი ძალიან მინდა რომ ჩვენ მთელ რიგ მიმართულებებთან დაკავშირებით აი საერთოდ ცალკე თემები გვაქვს სასაუბრო აი აბსოლუტურად ახლა იგივე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ნაწილი იგივე სახელმძღვანელობთან დაკავშირებით კიდევ ასე ვთქვათ დეტალიზება შეიძლება ნუ სამწუხაროდ ახლა და კიდევ უფრო დეტალურად ვერ შევშლით ამ ნაწილს მაგრამ ბოლოსკენ შეჯამების სახით აუცილებლად მინდა კითხოთ აი უახლოესი პერიოდის გეგმები და ნაბიჯები რომლებიც სამინისტროს ჭრილში ამ მიმართულებით იქნება გადადგმული რაც არის დაგეგმილი თან ამას იმიტომ გაკითხებით რომ მე უახლოს პერიოდში დავგეგმოთ თქვენი სტუმრობა კი ბატონო მადლობა თემებსაც დავაანონს კი ბატონო მადლობა გიორგი მოდი შეჯამებისკენ წავალ და თან უახლოესში რა მოხდება რომელი აქტივობა თავისთავად გამოჩნდება ეს რა რეფორმის რა მიმართულებაზეც არ უნდა ვისაუბროთ საკვანძო ფიგურა არის მასწავლებელი. აბსოლუტურად. ჩვენი ელჩები, ჩვენი სტანდარტების, ჩვენი შრომის მიმტანი საკლასო ოთახში და გადამცემი ჩვენი მთავარი ადამიანისთვის, ანუ მოსწავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის არის მასწავლებელი. მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მისი მხარდაჭერა არის უალტერნატივოდ ერთმნიშვნელოვნად ჩვენი უდიდესი პრიორიტეტი. ამიტომ მიმდინარე წელს პირველი მასწავლებელთა ტრენინგები მოხდება და გადამზადება ეს შაბლონური ამბავია, ეგ არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, მაგრამ მიზნობრიობას მინდა ხაზი გაუსვა. პირველი, მინისტრის ინიციატივით პირველ მე-6 კლასის დაწყებითის მასწავლებლები ცალკე კურსს გადიან ინკლუზიის მიმართულებით. ანუ ერთი არის სპეცმასწავლებელი, რომელსაც ისედაც ვალდებულია, რომ შესაბამის მიმართულებით ცოდნა ქონდეს, მაგრამ ყველა მასწავლებელმა ინკლუზიის მიმართულებით უნდა ქონდეს შესაბამისი ცოდნა, რომ ყისიერად აღმოაჩინოს დაინახოს ბავშვთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ერთი. მეორე, ჩვენ რეპეტიტორიუმის შემოგვაქვს უკვე 2027 წლიდან. რეპეტიტორიუმი ამ 11 წლიანი სწავლება და მე-11 კლასი რეპეტიტორიუმი. ჩვენ ამით რა ვთქვით? ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ გვინდა გარეთ ემზადებოდეთ. საბაზო საფეხურს თუ აცდება მოსწავლე უკვე განაცხადია, რომ ის არ მიდის არც პროფესიულში და უნდა უმაღლეს განათლებისკენ წავიდეს. სკოლა მისცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიოს რა მიმართულება უნდა. მე-10 კლასში საშუალო საფეხურზე რო გადმოვა ბავშვი, ჩვენ მივცემთ ზოგად ცოდნას საშუალო საფეხურისა და მე-11 კლასში ის ირჩევს რა მიმართულებით უნდა წასვლა. შესაბამისად მომზადებული მასწავლებლები უნდა დავახვედრო. რეპეტიტორიუმის სახელად კი არ გვექნება საშუალო საფეხურზე, რომელი მასწავლებლებიც ასწავლიან, ჩვენ უკვე ვიწყებთ მათ შესაბამის მომზადება, გადამზადებას, ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მასწავლებლის მიმართულებით ეს რაც წელს ვიწყებთ. სასკოლო ფორმები გითხარით, სკოლის კულტურის ჩამოყალიბების ნაწილში, მობილურების გამოყენების წესი, ეს აუცილებლად უნდა შევიდეს უკვე. იმიტომ რომ აქაც არის დეფიციტი, მოსმენის კულტურა, ხო, ბავშვების მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან ამით, რომ მინიმუმ ის პერიოდი მაინც ბავშვს მობილურთან არ ექნება ესეთი ჩართვა და შეხება, ხო? თავისთავად სახელმძღვანელოები უდიდესი თემა ის რომ ჩვენ პირველ მე-7 და მე-10 კლასზე ვსაუბრობთ, რომ უკვე 2026 წელს პირველი მე-7 მე-10 კლასი ამოწვრილი სახელმძღვანელოები ფუნდამენტურ საგნებში შევა, ფუნდამენტურს მინდა კიდე ხაზი გაუსვა. მათემატიკის შესაბამისი საგნების, ქართულის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ფუნდამენტური საგნების გაძლიერებაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ცალკე გამოვყავი, რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია ისტორია და საქართველოს ისტორია ცალკე. იმიტომ რომ ყველა ჩვენი პროგრამა, ყველა ჩვენი შინაარსი ემსახურება ერთს მთავარს, სკოლას, რა დაკვეთა აქვს? ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. სკოლას აქ ერთი მთავარი დაკვეთა. ის ყოველთვის ვალდებულია ხარისხიანი განათლება მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ მისი მთავარი დაკვეთა გაზარდოს პასუხისმგებლიანი მოქალაქე. მე და თქვენ გიორგი ახლა რომ ვიკითხოთ, თქვენ რომელი საგანი უფრო გიყო, ვერ დაემთხვევა შეიძლება ჩვენი ინტერესი, ხო სხვადასხვა, მაგრამ ან შესაბამისად მოსწავლე ზოგს სხვადასხვა საგანი მოწონს, ზოგს ქიმიას კარგად სწავლობს, ფიზიკას ვერ სწავლობს, ამ პირიქით. აქაც ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ მაქსიმუმი გაუკეთოთ ჩვენ მოსწავლეს, მაგრამ თავარი მისია რა არის? უნდა გაზარდო მოქალაქე პირველი, რომელმაც იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიცია, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, მიყვარს ხოლმე ამის ხმა, ვისი გორისა ვართ. დიახ, ეს უნდა იცოდეს და ნებისმიერ გაკვეთილზე შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ მასწავლებლებთან ამაზე ვთანხმდებით. მხოლოდ ქართული და ისტორია არა, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის გაკვეთილზეც. ეს მთავარი ღირებულებების ჯაჭვი, რომელიც ჩვენ დავაკელით, სააღმზრდელო კომპონენტი.
დავაკელით ჩვენ სკოლებში, უნდა ვაღიაროთ ჩვენს მოსწავლეებს, ეს არის ძირითადი ხაზი ხარისხიან განათლებასთან, რასაც ჩვენ აუცილებლად მივახცევთ და ერთი არ გამომჩეს რეპეტიტორიუმში და დღეს როგორ არის ნახეთ, მე-11-მე-12 კლასში ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ გადასარევად ვსწავლობ, ძალიან კარგი მოსწავლე ვარ, მაგრამ როდესაც ეროვნული გამოცდებია და ვაბარებ უმაღლესში, პროგრამა მაინდა-მაინც იგივე არ მხდება. ამიტომ ბმა ჩვენი ბოლო საფეხურის და ბოლო კლასისა და ჩვენი რეპეტიტორიუმისა და ასე ვთქვათ ეროვნული გამოცდების იქნება აუცილებლად თანხwebdriverში. იცით რატომ? გამოდის რომ შენ ირიბად დღეს უბიძგებ ბავშვს როგორც არ უნდა ისწავლოს სკოლაში რომ ვარსკვლავებს წყვეტდე გარეთ მომზადება მაინც გჭირდება. არ გამოდის ასე? გამოდის. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შესაბამის მომზადება აქეთკენაც მის რომ რეპეტიტორიუმს რო შევთავაზებთ პირველი მასწავლებელი იყოს შესაბამისად მომზადებული რომ მაინც გარეთ არ ეძებოს ბავშვმა არა მაინც რეპეტიტორი მჭირდება ეს ერთი და მეორე პროგრამა იყოს ადეკვატური და შესაბამისი. კი ბატონო, აი მართლაც აი ძალიან ბევრი დამჭა გიორგი სათქმე. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ამდენი თემა რომელიც ახლა ჩამოთვალეთ არის აი მართლაც ცალ-ცალკე გასაშლელი თითოეულს ნაწილები. ამის მართლაც რა რამდენიმე ვახსენე, ხაი რეპეტიტორიუმს აქვე მიჩნდება კითხვები, მაგრამ ისეთი ჩვენ ფორმატში ისე ვართ, მაგრამ აუცილებლად ამ თემებს დეტალურად გავშვით, ვინაიდან კიდევ ერთხელ ამოსავალი რა თქმა უნდა განათლებაა. ვერანაირი შედეგი ვერ დადგება თუ ჩვენ განათლების დაცვის ყურადღებას არ მოგცემთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა სიახლოვეს შეგვიძლია გაესწროთ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.